ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებიდან ზუსტად 1 წლის თავზე ოფიციალური ბრიუსელის გარდა თბილისის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესებული აქვს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ვაშინგტონთანაც. ქართული ოცნება მოსახლეობას ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლით ამშვიდებს, თუმცა ექსპერტულ წრეებში ივანიშვილის გუნდისთვის სასიკეთო ცვლილებებს არც იანვრიდან ვარაუდობს არც ერთი სერიოზული პოლიტიკური მიმოხილველი. ჩვენ ვესაუბრეთ ვაშინგტონის პოლიტიკის ერთ-ერთ საუკეთესო მცოდნეს, იქ მოღვაწე ლუკ კოფის, საგარეო პოლიტიკის ექსპერტს, რომელიც ჩვენი რეგიონის მიმართ მუდმივად აქტიური პოზიციით და ინტერესით გამოირჩევა. სადღესასწაულო პერიოდის გათვალისწინებით ლუკ კოფი ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში კიდევ უფრო მკაცრ სანქციებს, როგორც ჩანს არ ელის, თუმცა საქართველოს პრიორიტეტული საკითხთა შორის ყოფნას დონალდ ტრამპის დღის წესრიგში ასევე ფრთხილად განიხილავს. როგორია ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევრის ხედვა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და შეერთებული შტატების სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით ნინო დვალიშვილი გაგვაცნობს. ატლანტიკურ გაერთიანებაში მომავალსა და მოსკოვთან უფრო მჭიდრო კავშირებს შორის. ასე აფასებს ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებას. საგარეო პოლიტიკის ექსპერტი დემოკრატიული უკუსვლისა და საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების პარალელურად სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით საქართველოს ზღვარზე, რა უნდა გააკეთოს შეერთებულმა შტატებმა შემდგომ. ჩვენ დავუკავშირდით ლუკ კოფის, რომელთანაც საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ დასავლეთმა საქართველოში მიმდინარე მოვლენები უნდა განიხილოს უფრო ფართო ჭრილში და რუსეთთან გეოპოლიტიკური დაპირისპირების კონტექსტში. ლუკ კოფი ამბობს კონკრეტულ რეკომენდაციებსაც თავაზობს ოფიციალურ ვაშინგტონს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. ასევე ანალიტიკოსი თვითონ შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში საქართველოს როლის მნიშვნელობაზეც საუბრობს. ჩამოგეთვლით რეკომენდაციებიდან რამდენიმეს, ეს არის პირველ რიგში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა. ლუკ კოფი ასევე საუბრობს მიზანმიმართული სანქციების მნიშვნელობაზე ქართული ოცნების ლიდერებისა და რეჟიმთან დაკავშირებული უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ასევე ლუკ კოფი ყურადღებას ამახვილებს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირებასა და ნატოს საქართველოს თანამშრომლობის შეჩერებაზე. მოსკოვი ძალიან აშკარად ცდილობს აღადგინოს და ახლიდან ააშენოს რუსული იმპერია. სწორედ ამიტომ ხედავთ იმას, რაც უკრაინაში ხდება. სწორედ ამიტომ ერევა რუსეთი საქართველოს საქმეებში. სწორედ ესაა, რატომაც აგრძელებს რუსეთი საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. ახლა რუსეთი ვითარებას თბილისის, ბათუმის და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში ხედავს როგორც შემაშფოთებელს. მათ სურთ ქართული ოცნების პარტიის მხარდაჭერა, რომ დარწმუნდნენ, დემონსტრანტები ვერ მიაღწევენ წარმატებას. არ იქნება ახალი არჩევნები და საქართველოს დარჩება ევროატლანტიკური საზოგადოების მიღმა. საბოლოო ჯამში სწორედ ესაა რუსეთის მიზანი, რომ საქართველო ევროკავშირის და ნატოს გარეთ იყოს. ქართულმა ხალხმა უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ბედი და მომავალი. შეერთებულ შტატებს შეუძლია დააწესოს სანქციები, შემოიღოს სამოგზაურო აკრძალვები, შეაჩეროს თანამშრომლობა გარკვეულ დონეზე, მაგრამ საბოლოოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია მათი მომავალი. ძალიან კარგია, როდესაც ხალხი სარგებლობს სიტყვის და შეკრების თავისუფლებით, მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებით. მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს მთავრობა ეპყრობოდეს დემონსტრანტებს პატივისცემით, რომელიც ევალება და შეწყვიტოს წყლისჭავლის, სელდენი აირის თუ სხვა სასტიკი მეთოდების გამოყენებას, რომელსაც ყოველდღიურად ხედავთ საქართველოს ქუჩებში. საჭიროა, რომ ჩვენმა პოლიტიკის შემქმნელება საქართველოს ბრძოლა დაინახონ, როგორც ნაწილი უფრო ფართო გეოპოლიტიკური გამოწვევის, რომლის წინაშეც დასავლეთი დგას რუსეთთან. ჩვენ ვერ შევხედავთ ვითარებას იზოლირებულად. რაც ხდება საქართველოში, უნდა განვიხილოთ უფრო ფართო სურათის ნაწილად და ვიმოქმედოთ გადამწყვეტად. უნდა გავაგებინოთ ქართული ოცნების მთავრობას, რომ სამოქალაქო პროტესტის დარბევა შეუმჩნეველი არ დარჩება. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ხმამაღალი სამოგზაურო აკრძალვებზე. უნდა დავაწესოთ ძალიან მიზანმიმართული ეკონომიკური სანქციები ქართული ოცნების ელიტის წინააღმდეგ. უნდა შევაჩეროთ სამხედრო თანამშრომლობა, ორმხრივი დახმარებები, ნატოს საქართველოს თანამშრომლობა, ვიდრე ადგილზე არ იქნება ლეგიტიმური მთავრობა. უნდა მოუწოდოთ ახალი არჩევნებისკენ, რომელსაც დააკვირდება საერთაშორისო გაერთიანება და ჩატარდება სამართლიანად და დაბალანსებულად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქართული ოცნება შეცვლის იმას, რასაც აკეთებს და კიდევ ერთხელ უნდა
უნდა გავიმეორო. საბოლოოდ ამას ქართველი ხალხი თავად განსაზღვრავს. ასე რომ ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისადმი არის შემდეგი. ნუ დაელოდებით რომ შეერთებული შტატები ან ევროპა შეძლებს გადაჭრას ეს პრობლემა. შეერთებულ შტატებს და ევროპას შეუძლიათ ხარი დაგიჭირონ, დაგეხმარონ ამ გზაზე, მაგრამ ვერ გადაჭრიან პრობლემას თქვენთვის. ეს ქართველი ხალხის საქმეა. მაყურებლისთვის ცნობილია, რომ ქართული ოცნება მოსახლეობის დამშვიდებას იანვრის მოახლოებით ცდილობს. დაუსაბუთებლად ამტკიცებენ, რომ როდესაც თეთრ სახლში ჯო ბაიდენს დონალდ ტრამპი ჩაანაცვლებს, ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობა სრულად განიმუხტება. პროგნოზი, რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებითაც ვთხოვეთ ლუკ კოფის, რომელიც კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე შესამჩნევ ცვლილებას ახალი ადმინისტრაციის პირობებში. ლუკ კოფი ამბობს, რომ შიდა თუ გარე გამოწვევების ფონზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში საქართველოს საკითხს მთავარ პრიორიტეტებს შორის უბრალოდ ადგილი ვერ ექნება. არ ვფიქრობ, რომ რამე შეიცვლება. ვიცი, რომ ქართული ოცნების ზოგიერთ წარმომადგენელს ატომღაც ჰგონია, რომ როდესაც პრეზიდენტი ტრამპი შევა ოვალურ კაბინეტში, ყველა პრობლემა გაქრება და შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობა ძველ კურსს დაუბრუნდება. ჩემი აზრით, ეს არის სურვილსამებრ ფიქრი. უპირველესად საქართველოს ექნება ძალიან დაბალი პრიორიტეტი ტრამპის ადმინისტრაციაში. ძალიან ბევრი შიდა საკითხებია, რომლის მოგვარებაც სურთ უშუალოდ შეერთებულ შტატებში, ასევე საერთაშორისო სცენაზე. მეორე, სახელმწიფო მდივანობის კანდიდატი სენატორი მარკო რუბიო კარგად იცნობს სიტუაციას საქართველოში. მას ესმის ის გამოწვევები, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს შეერთებული შტატების და დასავლეთისთვის. ამიტომ ჩემი აზრით, მისი სიმპათიები და ინტერესები იქნება ქართულ ხალხთან. ასე რომ არ მგონია რამე იცვლებოდეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ქართულ ოცნებასთან დაახლოებას ცდილობდეს და ასევე ვერ ვხედავ, რომ საქართველო გახდეს მთავარი პრიორიტეტი შეერთებული შტატებისთვის. ლუკ კოფი საკმაოდ ცნობილი ექსპერტია, რომლის ანალიტიკურ შეფასებებსაც საერთაშორისო მედია ხშირად აქვეყნებს. ჰადსონის ინსტიტუტამდე ის წლების განმავლობაში მუშაობდა ჰერიტიჯის ფონდში, ასევე ის იყო პირველი არა დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად გაღებული ძალისხმევისთვის ლუკ კოფი სულ რამდენიმე თვის წინ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.